მოგესალმებით ეკა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. ჩვენ რამდენიმე დღეა ვიმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დავესწარით საერთაშორისო დემოკრატიის კავშირის შეკრებას. ეს არის ყველაზე დიდი მსოფლიო გაერთიანება კონსერვატიული და ცენტრისტული მემარჯვენე პარტიების მსოფლიოში. სადაც ასევე იქნა რეზოლუცია მიღებული, მათ შორის ბუნებრივია მოთხოვნით, რომელსაც აყენებენ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სამოქალაქო ჯგუფები და საქართველოს მოქალაქეები, ვინც თავის თავზე იწვნიეს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგები და მათ ჯანმრთელობაზე. ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს ამ საკითხის ირგვლივ და რომელიც რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დამნაშავეების დასჯასაც უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული ოცნების ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეს არ მოხდება და ვერ მოხდება, რადგან ისინი არიან თავად ამ უდიდესი დანაშაულის თანამონაწილენი. ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება იცით, რომ საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. და შესაბამისად უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნალზე, როგორც არის მათ შორის ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, ეს არის სწორედ ის ტრიბუნალი, რომელსაც აქვს იურისდიქცია, ანუ სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ ასეთი ტიპის დანაშაული ერთი გამოიძიოს და შემდგომ უკვე პასუხისმგებლობაში მისცეს ასეთი რა პერსპექტივა აქვს ამ საერთაშორისო გამოძიებას, თიკა და თქვენ აი მან იმყოფებით რამდენიმე დღეა უკვე, მე ჩემთვის როგორც არის ცნობილი, თქვენ პირადად აი რა საკეთებთ იმისთვის, რომ მართლაც დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება? ნიკა გვარამია სხვათა შორის წერდა, მე წავიკითხე კიდეც მოკლე შინაარსი მისი Facebook სტატუსის, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა უკვე დაიწყო კიდეც ჰააგის გამოძიება. უბრალოდ ასეთია წესები, რომ ჩუმად მიმდინარეობს ეს ყველაფერიო. ახლა ზოგადად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ჰააგაშია, ეს წესი ნამდვილად არსებობს, ეს modus operandi, რომ იწყება უკვე მტკიცებულებების მოძიება და ამის შესახებ შეიძლება საჯაროდ საერთოდ არ იყოს გახმაურებული. იცით, რომ სწორედ ამ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი პუტინთან მიმართებაში და ბევრ სხვა დიქტატორთან მიმართებაში და ფაქტია, რომ ივანიშვილი სწორედ ამ გზას ადგას და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეთი დიქტატორების სახელები და გვარები ჟღერს, მათ შორის ამერიკელ პარტნიორებთან საუბრებში, როდესაც ჩვენ მათ აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრებით, გარდა იმ რეზოლუციისა, რომელიც საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა მიიღო, სადაც ასევე მოთხოვნილია საერთაშორისო გამოძიება, იცით, რომ ჰელსინკის კომისიასაც ჰქონდა იგივე მოთხოვნა, ეს არის ორპარტიული ორივე ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს პალატის საკანონმდებლო ჯგუფი, სადაც შედიან სენატორები, როგორც კონგრესმენები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან და ბევრ მათგანს ჩვენ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევხვდით. მათ შორის მაგალითად შელდონ ვაიტჰაუს, სენატორ ვაიტჰაუს, რომელიც წევრი აღნიშნული კომისიის და რომელიც ერთ-ერთი ავტორი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ცნობილ მაგალითად ჯო ვილსონთან ერთად, კონგრესმენ ვილსონთან ერთად იმ განცხადების, რომელიც ჰელსინკის კომისიამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი აკროპნის დროს გაავრცელა, სადაც მოთხოვნილია ასევე სწორედ საერთაშორისო გამოძიება. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში სტივენ დაუტიმ ასევე გააკეთა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, ის რომ BBC-ს მხრიდან იყო ეს გამოძიება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი მოქმედების აუცილებლობას აჩვენებს, ასე ვთქვათ, თავად დიდი ბრიტანეთისთვის. და იცით, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ხელფეხი, ასე ვთქვათ, გახსნილია მოქმედების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მათ არ ბოჭავს ევროკავშირის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების წესი, სადაც სამწუხაროდ 27 წევრი სახელმწიფოდან 25-26-იც მზად არის სანქციებისთვის ივანიშვილის რეჟიმზე, მაგრამ სწორედ უნგრული ვეტოს გამო ეს ვერ ხერხდება, მაგრამ თინა, ანუ რეალურია ეს საერთაშორისო გამოძიება, რომ მითხრათ, აი თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ და ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც ახლა ვცლატყვებოდით. რა თქმა უნდა, რეალურია, ეკა ჩვენ ამაზე მუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამაზე მუშაობს ყველა დემოკრატიული
პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ ეს ასევე ჩვენ მუშაობაზე, ჩვენ კონსოლიდაციაზე, ჩვენ ერთიანობაზე, იმაზე, რომ ჩვენ შედეგზე ვიყოთ ფოკუსირებული და არა ურთიერთთავდასხმაზე, ამაზეც არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შეშფოთების საგანია აღნიშნული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადამ ჰუსეინს იხსენებენ აქ კონგრესში, ახაც ჩემი კოლეგები უკვე შესულები არიან შეხვედრაზე და მეც მათ უნდა შევუერთდე, მთელი დღის განმავლობაში დღესაც ხვალაც წინა კვირას 2 დღის განმავლობაში ხვდებოდით კონგრესმენებს, სენატორებს, მათი ოფისების წარმომადგენლებს, ასევე შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ასევე ესწრებოდა უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც ახლა იცით უკვე თეთრი სახნის ნაწილია წარმომადგენელი და ყველა იცის აღნიშნული შესახებ, ყველა უკიდურესად შეშფოთებულია და ყველა ხვდება, რომ რაღაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იღონონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც ევროატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში წირავს ყველაფერს, წირავს თავისუფლებას და წირავს ჯანმრთელობას. თითოეულმა ჩვენგანმა გამოიარა, თქვენს დარწმუნებული ვარ, თითოეულმა ჩვენგანმა გამოიარა ის უმძიმესი შედეგები, რაც მოყვა ამ დაწამლას, ხო, თავბრუსხვევა იქნებოდა ეს თუ გულისრევა და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ისჯება საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის უნდა ვახსენოთ ჟენევაში განთავსებული საერთაშორისო ორგანიზაცია ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მიმართეთ და რომელსაც ასეთი მექანიზმი აქვს, რომელიც გამოძიებას უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით შეუძლიათ, რომ აღნიშნული გამოძიება დაიწყონ და იქნება ეს კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ჟენევაშია დაფუძნებული თუ ჰააგაში დაფუძნებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი უნდა ავამოქმედოთ დიქტატორი. იმისთვის რომ დიქტატორმა ივანიშვილმა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, მე ხვდები რომ თქვენ გეჩქარება და თან ჩუმად ლაპარაკობთ, რომ მან და ალბათ არ შეიძლება ხმამაღლა საუბარი და მესმის ძალიან კარგად, მე მგონი თიკა დავკარგეთ ამასობაში, იმედია დაგვიბრუნდება და როგორც კი დაბრუნდება, მინდა მასთანაც შეკითხვა დავსვა და გავაგრძელოთ მასთან საუბარი. საინტერესოა, რა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს დიქტატორმა ივანიშვილმა აი ასეთი კონვენციური დანაშაულისათვის, რომელიც უტყუარი ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, თავად ვეღარ უარყოფს ოცნება ამას, მათი ზედაპირული კიდევ ერთხელ ვამბობ და რაღაც ილუზორული სუსის გამოძიების შედეგადაც კი უბრალოდ აქცენტი გააკეთეს იმ რიცხვებზე, რომელზეც პრინციპში შეკითხვა არავის დაუსვავს. მთავარი შეკითხვა კვლავ არის, რა ნივთიერებას, რა ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას და არა მარტო მაშინ, სხვათა შორის 5 წლის წინაც მე მოვყევი ამის თაობაზე, აქვთ გამოყენებული მომწამლელი ქიმიური ნაერთი. თიკა, მოკლედ მე კითხვას დავსვავ და შემდეგ გაგიშვებთ აუცილებლად, რა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს ივანიშვილმა აი ამ კონვენციური დანაშაულისთვის და მოუწევს თუ არა, თქვენ როგორ ფიქრობთ, მას ამ ფასის გადახდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თუ ეს შეიძლება ვერ მოხერხდეს ახლა? უნდა გადაიხადოს ის ფასი, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ისჯება საერთაშორისო სამართლის კონკრეტული წესებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ივანიშვილს და მის ყველა დამქაშს, რომელიც სადამ ჰუსეინის და ბაშარ ალ-ასადის მსგავსად, რომელიც სწორედ ის დიქტატურებია, რომელთა გვარები უკვე ფიგურირებს ივანიშვილის გვართან ერთად აქ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დაისაჯოს და პასუხი აგოს ამ დანაშაულზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ.